მთელი ქალაქი ფაქტიურად გაჩერებულია, მთელი ქალაქი არსებობდა იმით, რომ მუშაობდა მაღაროებში და ამით იქონა შემოსავლები და მთელი რაიონი თითიც არსებობდა ეგ გაჩერდა. აყენებს ინვესტორი მასეთ ფორმულირებას, მასეთ ვერსიას, რომ იცით რა არარენტაბელურია და ბევრად რთულია მან და ესეთ დასაბუთებულ კამათში შევიდეს, გარე დამკვირვებელი, როცა იქ ინვესტორს შეიძლება ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით და თეორიულად შეიძლება იყოს რიგი, თქვათ, ინდუსტრიები, რიგი სფეროები, სადაც რაღაც მომენტში მსოფლიო ეკონომიკური სხვა მოცემულობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცის ფასი მართლა დაეცა, თქვათ და ამ მომენტში რაღაცა გახდა არარენტაბელური. და მანდიდან გამომდინარე კითხვა ჩდება, რომ აი მიდგომა მაგ მოცემულობებიდან გამომდინარე დაკვეთა ან გამოწვევა როგორი არსებობს სახელმწიფოს წინაშე. აი დაუშვათ გიმტკიცებს ვიღაცა, რომ აი არარენტაბელური გახდა და ამიტომ იცი რა უნდა ვქნათ ახლა აი მთელი ქალაქი რითიც არსებობს ეს ქალაქი უნდა გავუშვათ. და მე ეს ქალაქი სადაც წავიდეს, სადაც უნდა იქ გადასახდნენ ეს ხალხი. ხო ეგრე დგება საკითხი რა. ხო და მანდიდან გამომდინარე თქვენ თავს თქვენ თვითონ მთელი რაიონი უნდა დაიცალოს. პასუხი მაგისა, ეხლა ინვესტორი გეუბნება, რომ არარენტაბელური რა ვქნა, ჩემია თან ლიცენზია და აუყო, არ გამოდის და ჩემი უფლებაა და ასე წყვეტ. და ვერავინ ვერ აძალებს, ეგეთი პირობებია და მანდა მიდგომა სახელმწიფოსი როგორი უნდა იყოს, ეგ უნდა განისაზღვროს იმითი რა სტრატეგიული ინტერესები გაგვეჭდით. თუ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები მხოლოდ განსაზღვრულია, რომ ჩვენთან სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციები რაც შეიძლება მეტ ფინანსებს გამოიმუშავებდნენ, ეს არის თქვათ ეს ეკონომიკის სტრატეგიული ხაზი, რომელი ინტერესაც მიყვება პოლიტიკა, ხო? ერთადერთი ინტერესია, რომელზეც პოლიტიკა იწვევს. იგება, მაშინ გამოვა რომ ყოველთვის მართალია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენაირ პატარა სახელმწიფოს და ჩვენაირ უზარმაზარი რისკები მქონე სახელმწიფოს, ჩემი აზრით ესეთ თავარ სტრატეგიულ არგუმენტად, რაზეც ვაგებთ პოლიტიკას, არის დემოგრაფიული დღის წესრიგი, განსაკუთრებით რეგიონებიც რატო აღნიშნავ. რეგიონებში მოსახლეობის შენარჩუნება, იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, რომელიც აი რაღაცა რაოდენობის მოსახლეობას ეხლა ინახავს, გულისხმობს, რომ იქ შემდგომი განვითარება დამატებითი ინფრასტრუქტურის რაოდენობრივი განვითარება მოსახლეობის უფრო შესაძლებელია, ვიდრე ის რომ დაიცალოს და დაიცალა ინფრასტრუქტურისგან, დაიცალა სისტემისგან. ჩვენაირ ქვეყანაში ამოცანა უნდა იყოს დემოგრაფიული ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. გადავაგოროთ აი ეს კრიზისული პერიოდი და მივიყვანოთ ქვეყანა ეკონომიკურ სტაბილურობამდე იმ საკვანძო მომენტამდე, როცა უკვე დემოგრაფიის შენახვას აღარ ჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევები სხვა რეგიონებში, მაგალითად იყო ეგ მოცემულობა ჩვენს თქვათ არაშორეულ ისტორიაში, როცა რაიონებში ეკონომიკურადაც მომგებიანი იყო მოსახლეობის შენარჩუნება და ზრდა და ძალიან იზრდებოდა მოსახლეობა რაიონებში და როცა საკითხი დადგა ეგრე რომ აი იცი რა ინვესტორმა ჩათვალა რომ ახლა მომგებიანი არ არის და მოდი მომგებიანი ისე ყველას გაუშვებთ და დაიცალოს ქალაქი სახელმწიფოს არგუმენტი მანდ არის და ინტერესი არის რომ ეგ ქალაქი არ უნდა დაიცალოს რაღაც ეტაპზე თუ საჭირო გახდა აი თავის თავს რო ინახავდეს ოღონდ მან მოსახლეობას ინახავდეს ეგ გამოცანაც უნდა ასრულოს თუ საჭირო გახდა წიაღისეულმაც მათ შორის იმიტომ მოსახლეობა სადღაც პირობითად რო თქვა აი 500,000 კაცი შენარჩუნდა რაღაც რაიონში 20 წელი იქაურმა წიაღისეულმა ხარჯი გასწია იმაზე რომ 500,000 კაცი შენარჩუნდა და გახდა 500,000 მაგალითად 600,000 კაცი პირობითად შეიძლება ვიღაცამ ზემოგება ვეღარ მიიღო მაგრამ მის რაიონი გადარჩა ხო ეგ არის ისტორიული თვალსაზრისით სახელმწიფოს წინაშე ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ეგ არის უბრალო მოვლენა და მანდიდან გამომდინარე ჩვენ შემთხვევაში არის როცა ვჯელობენ ხოლმე არგუმენტებზე და მარტო არგუმენტები მოყოთ აი ეს ამდენი დაჯდა ამდენია თვითღირებულება ვეღარ ვინახავთ გაუშვათ ანუ გაუშვათ რას ნიშნავს ეგ ხალხი მე მან რო აღარ იქნება ეგ ხარჯი სახელმწიფოს კისერზე არ დააწვება ეგ არ არის სახელმწიფოს ჯამური სიმდიდრე უსაფრთხოების თვალსაზრისით ეკონომიკის ზომის თვალსაზრისით პოტენციალის თვალსაზრისით 3,500 ოჯახი რო დარჩება ლუკმაპურის გარეშე ეგ არ არის წნეხი მე ეკონომიკაზე, სახელმწიფოზე, სოციალურ თემებზე. ანუ თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა უსამსახუროდ რჩება, 3,500 კაცი დარჩა 100 კაცი, ხო? იმას რა ოჯახები ყავს, ოჯახებს ინახავენ. ანუ ეგ ნიშნავს, რომ
შეიძლება რა ვიცი 20,000 ადამიანი უხეშად რო ვთქვათ, რჩება შემოსავლის და ლუკმაპურის გარეშე და მან შემდეგი რა მოხდება, ეგეც ვიცით ხო? ანუ ნაწილი გაიქცევა უცხოეთში, ნაწილი აქ სოციალური დახმარების მიმღები გახდება და დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს და თვითონ კი არ იქნება შემომტანი ამ ბიუჯეტში, ეგ ხალხი ხა იქ რო შრომობს, რა ვიცი, თავისი ხელფასებიდან გადასახადები შედის მე ბიუჯეტში და ეგ ხალხი ამ ქვეყანას აჭმევს. და ეხლა დადგა საკითხი ისე რომ ეგ ხალხი ხო თავის თავს ვეღარ მიხედავს. ნაწილი საერთოდ წავა აქედან, ნაწილი ტვირთად დააწვება ამ ქვეყანას და ვიღაცები საკითხს ისე აყენებენ, რომ აი კაცო ბაზარი თვითონ დაარეგულირებს და აი მან პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბაზარმა უკვე დაარეგულირა და შედეგი გვაქვს ის, რომ გაკოტრებაზეა ხა შეტანილი ჭიათურის ეს უმსხვილესი ობიექტის თემა. და 3500 კაცი არის ხა უმუშევრად დარჩენილი. სხვათა შორის აი ეს პროტესტები რომ გააქტიურდა ჭიათურელების. აი დავიწყე პარალელურად აქტიური ძიება ზოგადად აი ამ მანგანუმის შესახებ. ანუ ინტერნეტში ღია წყაროებში რაც მოიძებნება, მაინტერესებდა ზოგადად ამ სფეროში რა ხდება. და საქართველოს აი მარაგების თვალსაზრისით აი ამ მანგანუმის ან მარგანეცს რასაც ვეძახით. ამ მარაგების თვალსაზრისით ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანა ვართ. საკმაოდ იშვიათი პროდუქტია სოფლიოში მაგალითად ძირითადი მიმწოდებელი ამ პროდუქციის არიან სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ჩინეთი. და მე უკრაინაშიც არის, კი ბატონო, გეთანხმები, უკრაინაშიც არის და მე ჩვენ მოვდივართ, რამოდენიმე პროცენტი ჩვენ ვართ. მაგრამ თვითონ მარაგების თვალსაზრისით რამოდენიმე ათეული მილიონი ტონა მანგანუმი არის ჭიათურის იმ გამოებში, ხო, იმ ტერიტორიაზე. ოფიციალური მონაცემებით ეგ კომპანია წელიწადში რამოდენიმე 100,000 ტონა იმას მოიპოვებს ამ მანგანუმს. ანუ ხო წარმოგვიდგენია რამოდენიმე 10 მილიონი ტონა არის მარაგი და წელიწადში ეს კომპანია იღებს რამოდენიმე 100,000 ტონა. ანუ 100 წლეულები რო იყო. ხო, 100 წლეულები რო ეყოფა ქვეყანას და ცხადია პირველ რიგში იქ ცხოვრებ მოსახლეობას იმ რაოდენობის ბუნებრივი რესურსია, რომელსაც არაეფექტურად ვიყენებთ. ანუ წესით როგორ უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფო. იქ მცხოვრები, იქ მშრომელი ადამიანი ხო უნდა იღებდეს ამ წიაღისეულის მოპოვების შედეგად რაღაცა სარგებელს. და ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის, ანუ ის იქ ვინც ცხოვრობს, ვინც შრომობს, ისინი ამ საკითხით პირიქით უკმაყოფილონი არიან და ნუ აქ ჩვენ კვლავ უბრუნდებით, გვინდა არ გვინდა, უბრუნდებით საერთოდ სახელმწიფო მოწყობის, ნუ ეკონომიკური თვალსაზრისით მოწყობის პრიორიტეტებზე და რეგულაციებზე. როგორი მიდგომა უნდა კონდეს სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. აი მოგწონს ჩვენ ეს, არ მოგწონს ვიღაცას ეს საკითხია რაღაც ამ საკითხს მემარცხენე თვალით უყურებს თუ კაპიტალისტური თვალით, ნუ ფაქტია რომ ეს პრობლემა ძალიან მწვავე დგას, წლებია ეს პრობლემა აქტუალურია, ხალხი უკმაყოფილოა და სახელმწიფოს ჩემი აზრით ფუნქცია ეგ უნდა იყოს, ანუ წარმოიდგინე გაქვს ბუნებისგან რაღაცა საჭირო პროდუქტი, მე არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არარენტაბელურია, მე რაც წავიკითხე, საკმაოდ იშვიათი პროდუქტია, არ არის ყველგან და არ ყრია, ანუ ეს არარენტაბელური გახდეს, ფოლადის გამოდნობის რაოდენობა უნდა დაეცეს და ეგეთ რაღაც არ არის, მე რაც ეხლა რაც მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მე არ შემიძლია ხა ბოლომდე კომპეტენტური ვიყო, მაგრამ რაც მე წავიკითხე და რა შთაბეჭდილებას მექნება და ნუ საკმაოდ ლოგიკური მგონია ეს მოსაზრებაც, საკმაოდ რენტაბელურია ეს ამ პროდუქტ ამ მარგანეცის მოპოვება და უზარმაზარი მარაგები გვაქვს. რაც დადასტურებულია. ნუ ისიც ხო უნდა ითქვას, აი ძალიან არასწორად არის საკითხი დაყენებული. აი შენი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მიწაში არის ოქრო. ხო, რაღაცა ძვირფასი ლითონი არის მიწაში და
ამ სიტუაციაში ჩამოდის ინვესტორი, რომელიც გეუბნება, რომ აი მე გადასახადებს გადავიხდი მე კარგად მართავ. და მე ამოვთხრი მაგ ოქროს, მე გადასახადებს გადავიხდი და მე გავასაღებ. ეს ახლა პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, როგორც არ უნდა შეხედო. მიწაში ოქრო გაქვს თუ რაღაცა ძვირფასი ნებისმიერი რესურსი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ შენ თვითონ ამოიღო და შენ თვითონ გაასწავლე. ეგ ერთი. საერთოდ თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის საბჭოთა ინფრასტრუქტურა. ანუ ინფრასტრუქტურა, რომელთაც ის ამოღება ხდება საბჭოთა. ანუ დიდი არაფერი არ გაუკეთებია. არაფერი ხო კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი საბჭოთა არ არის, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში იქიდან მე რაღაცები მიემატა, მაგრამ საბჭოთა დროიდან მოყოლებული ეგ ინფრასტრუქტურა გაწყობილი იყო. მე დაიშალა საბჭოთა კავშირი, მოვიდა უბრალოდ ინვესტორი, რომელსაც ფულს მე გავაკეთებ ამის შემდეგო და აკეთებს, ხო? და აქ სინამდვილეში რა არის? აი უბრალოდ ქვეყნის მიდგომაზე, აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, უბრალოდ ქვეყნის მიდგომა. ეს არის არასწორი. რაღაცა შენი ქვეყნის სიმდიდრე შენ თვითონ უნდა მიხედო. აი პირველ რიგში ამოსავალი რაღაცა პოლიტიკა იქნება ეს თუ ის იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. აი ხა მაგალითად უკრაინას უკეთებენ იმას, რომ მოაწერინებენ ხელს რაღაცა ლითონები, ძვირფასი ლითონებს მოაწერინებენ ხელს, რომ ამერიკის იქნება. ნუ გასაგებია, ომი წააგო, მაგრამ ჩვენ ხო და არც უკრაინის მოტივი და არც ჩვენი მოტივი არ უნდა იყოს ის, რომ ვანიავოთ, ხო? ეხლა თუ ომი წავაგეთ და გვაიძულებენ, ეგ სხვა თემაა, მაგრამ თუ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას და ვანიავებთ, ეგ კიდევ უფრო უარესი მოცემულობაა. აი მანდ არის კიდე ერთი ძალიან კაი ესეთი მაგალითი რა. მაგალითად ნავთობზე კარგად ჩანს ხოლმე. საუდის არაბეთში მაგალითად ყველაზე მსხვილი მომპოვებელი თუ არ მეშლება, ეგეც საუდ არამკო ქვია, თუ არ მეშლება ამ მეგა ესეთი სახელმწიფო კორპორაცია არის, რომელიც საუდის არაბეთში მოიპოვებს ნავთობს. სახელმწიფო სტრუქტურაა რა და ქართული ლიბერტარიანული ლოგიკით საუდის არაბეთი უნდა იყოს დაღუპული. იმიტომ რომ სახელმწიფო იღებს ნავთობს. ეგ არ შეიძლება. და აი მთელი რიგი ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის, სადაც ეგეთი ცუდი პრაქტიკა იყო და აი შელი, BP და ეგენი მოიპოვებდნენ ხოლმე. მე იქ მთავრობა ცოტა რო შევიდა წინააღმდეგობაში ამ კერძო ინვესტორებთან, მე ამერიკელების ავიამზიდი მივიდა იქ და არადემოკრატიულები ხარ თქვენ და დაბომბეს, კაიგე? ამიტომ ეგ წარმოდგენა, რომ მიწაში რო ოქრო არის, თუ ვიღაცა კერძო პირზე არ არის და ვაფშე მაგარია თუ ვიღაცა უცხოელ კერძო პირზე არ არის გაყიდული. ისე თურმე არ გამოდის ამ ყველაფერს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, უნდა დავფიქრდე თუ აი ნეტა ვინ შემოგტენა ეს იდეოლოგია. კითხვა არ არის რომ შენ აი მოდი ეგ იდეოლოგია გადმოიყვანოთ, მე ხომ მიყვარს ხოლმე აი საყოფა ცხოვრებუდენას გამო. აი წარმოიდგინე რომ სახლი გაქვს რა, სახლში სიხარესე რა და ხაირკვა რომ შენ სახლში ქვემოთ ოქროა რა, შენ ეზოში და ვიღაცები აი ოჯახები ხო დიდი ოჯახი ხარ და ოჯახის ერთ-ერთი წევრი სადღაც მეზობელთან გადავიდა, იქიდან დატრენინგებული დაბრუნდა და ძვირფას ოჯახო, მე გავარკვიე, ჩვენ თუ მაგ ოქროს ამოვთხრით ჩვენ ოჯახი, ეგ არ ვარგა, თავის დაღუპვა, აგერ ჩვენ მეზობელს უნდა ამოვათხრევინოთ, მე მაგ მეზობელთან რო ვიყავ იქ მასწავლეს, ეგრეა, მეზობელს უნდა ამოვათხრევინოთ, ის ამოიღებს ხოლმე და გადასახადებს ქირას მოგცემს და მარტო ეგრე ხდება თურმე მთელს სოფელში. ყანაერთ ვერ გამჭირდება. წამოგრა და მეზობლის ფულები ჩამოეხო. ხო. და აი ეგეც რეალობაში ცხოვრობ და ხალხი ვზივართ და ხსნით რომ ბიჭო არ არის ეგ კარგი გეგმა და ვიღაცები გიждდებიან რომ თქვენ ბიჭო რას ეგ ყველა რაციონალური ადამიანი ერკვევა რომ შენ რო შენი ქვეყნის რაღაცას მოიპოვებ ეგ ცუდია და უცხოელი ინვესტორი კარგი კი, მაგრამ მე მაინტერესებს მაგ შემთხვევაში აი რეალური არგუმენტები ხო უნდა დავასახელოთ, ეხლა ხო უნდა გითხრან აი მართლა არგუმენტი რა არის. ანუ მიწაში არის ოქრო, მიწაში რაღაცა ძვირფასი წიაღისეული და ის უნდა ამოვთხაროთ, ამოვიღოთ და გავყიდოთ. და ფული ჩვენ უნდა დაგვრჩეს. ასეთი სქემას ფიქრობს ხალხი და არა ეგ არ შეიძლება, რატო არ შეიძლება? კარგად ვერ დაამენეჯმენტებ, ხო ეგ არის არგუმენტი? კი.
ხო და აი მე რა მაინტერესებს ცი კერძოს მივეცით და ხალხს ძალიან ცოტასაც საჭმელს აი საჭმელი ულუფები რაც არის მუშებისთვის მაღაროელებისთვის იმას წესიერად არ აძლევს ხელფას წესიერად არ აძლევს უსაფრთხოებას არ ღვევს ეკოლოგიას არ ღვევს და გაუბედურა და ეხლა იძახის გავკოტრდი ხალხო და ასე აკეთა კერძო ინვესტორმა და რა ვიცი ასე სახელმწიფოზე კეთებინა მაშინ რა ვიცი საერთოდ რა ეს თუ მენეჯმენტის მისაღები დონეა ამას ყველა სახელმწიფო მე რა მაინტერესებს ცი აი პოლიცია რო სახელმწიფოსი იყოს აი ჩვენ რო დაგვიჭიროს ხოლმე აი ჩვეულებრივი ხალხი დაიჭიროს და რაღაც შეზღუდოს და ან აი მაგალითად ნარკოპოლიტიკა აკონტროლოს ნარკოტიკები გასაღდება არ გასაღდება იქ ვიღაცა ტერორიზმს აპირებს თუ არ აპირებს ეგ გარკვეული გვაქვს რომ სახელმწიფოს ეგ შეუძლია ბევრად რთული რაღაცა ვიდრე უბრალოდ მიწიდან ამოვიღოთ ოქრო რა ჯარი ავაწყოთ იმისთვის რომ ტერი რო შემოგვესიოს მაგას წინააღმდეგ ეგ სახელმწიფოს შეუძლია 30 მილიარდი როა ბიუჯეტი აი ჩვენი ჯიბეებიდან რომ ამოიღეს და ეხლა რომ ეს 30 მილიარდი რომ უნდა განკარგონ ეგ გარკვეული გვაქვს რომ ნუ სახელმწიფოს შეუძლია ავად კარგად პრეტენზიებია ბევრი პრეტენზიებია გამოსასწორებელია მაგრამ ნუ დედამიწის ზურგზე ყველა თანხდება რომ სახელმწიფომ გადასახადებია ბევრად მარტივი არ არის ხალხო რა სისულე მაგ სისულელეს ვისაჯერებენ რომ მაღარო გავაკეთო და გაკეთებაც არ უნდა გააკეთეს უკვე აპებმა და ბებიებმა კომუნისტების დროს იგი ყველაფერი რაც აშენებულია ბერია მომთხარა უკვე და უნდა ჩახვიდე ამოი გაუბრუნონ ხალხს და ხალხმა რომლებიც იქ მუშაობენ თაობები და იმის პროფესიონალები არიან გააგრძელონ იგივეს კეთება აი რაც ხდება უბრალოდ მოგება რომ აქედან რომ შემოვა ეს აღარ გადამისამართეს უცხოელზე და აი ეგ რანაირად აუხსნეს რანაირად ამტკიცებენ საერთოდ რომ ეგ რაღაცა გარდაუვალეს სხვანაირად ვერ მოიპოვებს